აი უბრალოდ გული მომდის სოფლის მეურნეობას ხელი შეწყობა. აბა ეს ხელი შეწყობა მითხრა ხა თუ რაღაცას ტყუილს ვამბობ მითხრან მაშინ და თუ საიდანღაც უკანონო შეძენილი მაქვს თუ ჩემი წვალებით და შრომით არა მაქვს შეძენილი. აუ ეხლა ეგ მასხარა დაგდება იმაზე უფრო გული მომდის. არ დავთანხმდი ისევ წართმამეთ კი დაიქვიას ის მაინც მეცოდინება რომ მართო თან ადგილებს. ამით დამთავრდა ყაზბეგის მეცხოვრეობა. დაგვამთავრეს, კი არ დამთავრდა, დაგვამთავრეს ამ გზით. Შეგვიფასეს ჯერ 19 თეთრად, მე 30 თეთრი ეს შეცდომა ყოფილა. დღესდღეობით თუ სადმე არის 30 თეთრიანი ადგილი, მომწარ მაშინ მიყიდან და მომწარ რომ ეს არ გავაჩერე საქმე. მეურნეობის გაფართოება თუ უნდა, ეს გაფართოება არის კაცო. სახელმწიფო სჭირდება, კი ბატონო, ჩვენ არა ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფო სჭირდება შემოველოს, ვაფშე ისე მივცემ, მაგრამ ეს 30 თეთრი საიდანღა დაადგინეს, რა არის ეს 30 თეთრი? აი მაგას თავიდანებე 30 თეთრს თავიდანებე ნაკვეთს შუაზე მიყოფენ მე მეორე მხარეს როგორ მივიდე საიდან უნდა მივიდე ცენტრალურ გზას ხო არ გადაახდება ის დრო ხაი 14 მეტრიან გზას ფეხით რაღაცა ნამაიან მივალ ან იქედან მივალ ან რუსთავიდან მაგრამ ხარი საიდან დავა აი მაგას ვთხოვთ რომ გაკეთდეს ეგრე რომ ნახევარი ნაკვეთი არ დარჩეს იქით ნახევარი აქეთ მისასვლელი ხო უნდა გქონდეს თუ ვერ მივედი უსარგებლოა თავისთავად არავის შუაში არ არის ჩემი საზღვარო მთავრდება მე არის სახელმწიფო მე ვთქვა მონაცვლეობა გამიკეთეთ არც თქვენი თანხამი და მე რაღაც ინტერესები არ მაქვს ამის ის უფლება არ აგოქო ეს საგზაო იმიდან იძახიან რომ ჩვენ სახელმწიფოსაგან გვაქვს აღებული ჩვენ ვერაფრის ის არ აგოქო ვერც მომატებაო ვერ ზაკლებაო ვერც გასასვლელებს გაკეთებო პროექტი რაც არისო იმას ვერ შევცვლითო რა და თან ესენი რო გავაკეთოთ ძვირი გვიჯდებაო და მე უნდა დამაქციონ და მე ალბათ ძალიან ცოტა დამიჯდა ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ აი 4-5 კაცს ყაზბეგში გვიჭერია ეს მამა პაპისეული საქმე ეს ხარმეცხვარეობა მამა ჩემი და პაპა ჩემის მოყოლებული ფაქტობრივად წლების და საუკუნის ნაშრომ ნაწვალებს და რაც იცი კაცმა იმას გატოვებინებენ აი ამ საქციელით და მივდივართ აქედან წავალთ დამთავრდა ჩვენი ხარმეცხვარეობა 3 ფერმა всё გაუქმდა იმიტომ რომ ნახევარი იქით რჩება რაღაც გინდა